მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტი მისიხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ფერმერი ქალების შესახებ. ფერმერი ქალები არიან ქალები, რომლებიც მუშაობენ სოფლის მეურნეობაში და გაკვალავენ სხვადასხვა ტიპის ფერმერულ საქმიანობას, როგორიცაა მიწის დამუშავება, მოსავლის აღება, მესაქონლეობა, მებაღეობა და ასე შემდეგ. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკვების წარმოებაში და ეკოლოგიურად მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ქართველი ფერმერი ქალები ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი თამაშობდნენ სოფლის მეურნეობაში და მათ ძალზე დიდი წვლილი შეიტანეს ქართული სოფლის განვითარებაში. მათ მძიმე სამუშაოები, როგორიცაა მიწის დამუშავება, მოსავლის აღება, მესაქონლეობა და მებაღეობა, გაკვალვა და დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ საკუთარ ოჯახებში ამ მიმართულებით. დღევანდელ საქართველოში ქალები კვლავ აქტიურად არიან ჩართული სოფლის მეურნეობაში. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც დაკავშირებულია კაცთა პრივილეგიებთან და დისკრიმინაციასთან. თანამედროვე ფერმერული საქმიანობისთვის ხშირად საჭირო ხდება მარკეტინგი, ახალი ტექნოლოგიებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკების ათვისება. ქალები, რომლებმაც დაიწყეს საკუთარ ფერმებზე მუშაობა, ხშირად იყენებენ მოდერნიზებულ მეთოდებს და ქმნიან ინოვაციურ ბიზნესებს, რაც ხელს უწყობს სოფლის განვითარებას. ქალთა უფლებების დაცვა და მათი თანაბარი მონაწილეობა სოფლის მეურნეობაში კვლავ საჭიროებს ყურადღებას, რადგან ამისთვის აუცილებელია შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნა. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ფერმერი ქალები შეადგენენ სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვან ნაწილს და მათ როლს ხშირად გამოხატავენ განსხვავებული და კულტურული მნიშვნელოვანი ტრადიციებით. თუმცა მათი როლი მაინც ხშირად უგულებელყოფილია და საჭიროა მათ მიმართ მეტი ყურადღება და მხარდაჭერა. ფერმერი ქალები ხშირად ხვდებიან გამოწვევებს, როგორიცაა დამაკმაყოფილებელი ფინანსური რესურსების არსებობა, ხელმისაწვდომობა თანამედროვე ტექნოლოგიების და ბაზარზე ცვლის საჭიროებებზე. მიუხედავად ამისა, ბევრი ფერმერი ქალი წარმატებულად ეწევა ამ საქმიანობას და იღებს ინოვაციურ მიდგომებს, რათა გააუმჯობესოს თავისი ფერმის პროდუქციული ეფექტურობა და ეკონომიკური მდგრადობა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩემი დღევანდელი გადაცემის მსმენელი. მე დღეისთვის გემშვიდობებით, ხოლო გიტოვებთ ჩვენს მეგობრებს თეთრი კარვიდან, მოусვიდეთ, იხალისეთ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. მოგესალმებით მეგობრებო. ეს თეთრი კარავია და მე მსახიობი ეკა ჩხეიძე გახლავართ. დღესაც ჩვენი ეთერის მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია. აი, უკვე ვიღაც გვიკავშირდება. გისმენთ, გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან ხართ, რამდენი წლით ბრძანდებით? მეგობრებო, მე მქვია ლიანა და 14 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. მალე ვაპირებ დაბრუნებას. რადგან უკვე თითქმის ყველა ის პრობლემა მოვაგვარე, რისთვისაც ამხელა გზაზე წამოვედი და თანაც მე თუ მკითხავ, ჩემს ქვეყანა არ სჯობს. დიახაც, ნამდვილად ასეა. სამშობლოდან შორს ყოფნამ ბევრი რამ სხვანაირად დამანახა და ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი და შეხედულება. ერთი, რასაც პირველ რიგში განვახორციელებ, გეგმაში მაქვს, რომ ქალაქის ცენტრიდან, სადაც 60-ოთახიანი ბინა მაქვს, ქალაქის გარეუბანში გადავიდე. საკუთარ ეზოიანი სახლი უნდა ვიყიდო, სადაც პატარა მიწის ნაკვეთი მექნება. ბაღჩას გავაშენებ, რომ ჩემი ოჯახისთვის საკმარისი ბოსტნეული და ხილი მქონდეს. 1-2 ქათამის მეყოლება, ისეთები კვერცხებს რომ დებენ და რაც მთავარია სუფთა ჰაერი. აბა კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით. დიდი მადლობა. აი, ისევ ზარია. გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ახლა მინდა რაღაც თქვა. და ვიცი რომ ზუსტად ჩამქოლავთ, მაგრამ მაინც უნდა თქვა რა. იმასაც იტყვით, შენი საქმე არ არის და მართალიც რა, ჩემი საქმე მართლა არ არის, მაგრამ რა თქვა, არ შემიძლია. გუშინ სამსახურში გვიან 9 იყო დაწყებული და სახში მივდიოდი და მეგობარმა დამირეკა, რომ მეგობრები არის, ქალები არიან, ჩამოსულიო რა, რომ ის ავტობუსი მოყვნენ და ვიცნა დახვედრილი იყვნენ, 1 საათი არ იქნებაო რა და თუ არ შეწუხდები თუ სახში დაღლილი არ ახარო, გადიო და იქვე ვცხოვრობ მეც ახლოში და მაგითო დამირეკა. და კი მეთქი არ არის პრობლემა, აგერ ვარ და გავიქცევი მეთქი და მივედი მართლა და გული ჩამწყდა ხალხო. გული ჩამწყდა 6 ქალბატონი, 6-ვე 65-70 წლის. 67 წლის. სად უშვებთ თქვენ დედებს, თქვენს ბებიებს, სად უშვებთ, არ გცხვენიათ? თუ აქ ხეზე დაგიკრიფავს ფულებს და გამოგიგზავნით. რამ გადაგრიათ ხალხო, რამ გაგაგიჟათ ასე?
ვიცი რომ გიჭი, ვიცი მე ვინ აქ გალხინებული არავინ არ მოდის, მაგრამ თქვენ წამობრძანდით. სად უშვებ ამ ხელა ქალს? სად? ან მაგის სამუშაო როგორ იქნება აქ? ძლის დადის ხალხი, არ ცხენიათ? გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან გვიკავშირდებით? მოგესალმებით, მე მქვია ნატო. ვარ 59 წლის. ამ ხმოვანწერილს გიგზავნით შვედეთიდან, კერძოდ კი სტოკჰოლმიდან. სადაც უკვე 11 წელია ვცხოვრობ და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა რომ გაგიზიაროთ. მეგობრებო, პირველი შოკი რაც აქ ჩამოსვლისას მივიღე იყო ის რომ აქ თითქმის სულ ზამთარია. მაქსიმუმ 2-3 კვირა შეიძლება იყოს ზაფხული და ისიც ისეთი ჩვენთან სექტემბერ-ოქტომბერში რომ იცის. მაგრამ არ იცით როგორ ემზადებიან ამ ზაფხულისთვის აქაურები. ყოველი დღე ისეთი მნიშვნელოვანია მათთვის და ისეთ დღესასწაულებს იწყობენ ვერც კი წარმოიდგენთ. ჯერ ხო ყველა ველოსიპედით დადის ქუჩაში და ერთ-ერთ ქალს ვერ ნახავთ რომ ველოსიპედზე წინ დიდი მოწნული კალათი არ ქონდეს დამაგრებული სავსე ყვავილებით. ამ 2 კვირისთვის აქ ქალები იმდენ ზაფხულის კაბას იმარაგებენ რომ ყოველი დღე სხვადასხვა ეცვათ. ეს რაც შეეხება ზაფხულს. თავარი აღმოჩენა ჩემთვის მაინც ზამთარში მოხდა. როცა დავრწმუნდი რომ აქ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ცალკე ოთახი არ ჰქონდეს, იმისთვის რომ ზამთარი გაიხალისონ და გაირას გულისხმობ. ნამდვილად სჭირდება ერთი ოთახი იმას, სადაც ოჯახის ყველა წევრისთვის ინახება თხილამურები, ციგურები, ციგები და 1000 გვარი ზამთრის გასართობი ტექნიკა იქნება თუ აღჭურვილობა. რა ვიცი, რა თქვა, მართლა ყველაფერი მოგცა იმისთვის, რომ ბედნიერად გვეცხოვრა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თავარი არ გვაქვს. უნარი იმისა, რომ ყოველი დღე როგორ გავხადოთ ბედნიერი. ეს არ ვიცით და არის გვინდა რომ ვიცოდეთ. ეს არის ჩემი გულისწყობა. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ველოდებით თქვენს წერილებს თეთრ კარავში.